ზამგესის ელექტროსადგურის აშენებასთან დაკავშირებით არავითარი მომსახურება სოფლებს არ აქვს. დატანჯულია ხალხი 10 წუთის განმავლობაში შუქი მოვადა, თანაც 12 საათი და პირველ საათზე ეგეთი რამე არც ისეთ შუქი უნდა ხალხსა და არც ეგეთი დენი. ყოველნაირ სამყაროს მოწყვეტილი არის სოფლები. არავითარი ყურადღება რაიონიდან, არავითარი ყურადღება გორიდან. ყველაფერი ჩაშლილია. ჩემი სათქმელი ეგ იყო. ბოლო. კეხით ვარ მაგ პირველი მონაწილეობა მიიღო ზამგეს. სიები გვაქვს. მოდი კიდე თქვა. მოდი ახლა შენ ლაპარაკი. სიები გვაქვს, ვინც ვამუშავებს, ასე იგი ყველა მონაწილისაი სიები გვაქვს და ჩვენ ამოვითხოვთ იმ ხელფასა, რაც ვიმუშავებთ ანაზღაურებს. არ გვინდა იშუქი. ანაზღაურებას მოვითხოვთ. აი ყველა სია საბჭოს თავმჯდომარეს აქვს სიები და მოვითხოვთ და გადამოხმაროთ ის თანხა. პირველი მომხმარებელი. თანხა. ზამგესის იმაზე აღდგენაზე. ის არის თქვენ რომ პირდება. აი თქვენ გვამუშავეთ, თქვენ იმას აქენი, თქვენ ახარ და მე და კიტიაშვილი დამინოი. ხო და ეხლა თქვენ ან ფული მოგვეციო, ან შუქი ჩაგვირთოთ. შუქი არ გვინდა მოვითხოვთ ფულსა. ყველს დაპირებებად დარჩა შუქი არა გვაქვს. დღემდე შუქი არ ჩაგვირთვით. შუქი მოგვცენ ქარელი და მოგვცენ ანაზღაურება რაც ვიმუშავეთ. მაგათა მოატყუეს თელი ქალათი და უფროსობა. რაში 12 სოფელი უნდა დაეკმაყოფილებინათ. 12 კი არა, ორსაც ვერ აკმაყოფილებენ. ის მოტანილი ტურბინებიო, ლაპარაკია, მithkma მოთქმა არ ვიცი ახლა რამდენად სწორია, გაიყიდაო და ვინ გაყიდა, სად გაყიდა, ან შემოწმებელი გამოგზავნონ, ან და კონტროლი დააწესო, რომ რა დაიხარჯა, ვის მისცეს, როგორი ყამოდენა ხალხმა რო იმუშავა და არაფერი შედეგი არ არის. აი ამაზე აგონ პასუხი იმ ხელმძღვანელობა, რომლებიც იქ არიან. ხელფასებსა და პენსიებს რო აკავებენ ფულის ადმინისტრაციას. ფული მიდის და ის არ გვაქვს შუქი. შუქია რომ მიდის მიდის ხელფასებს და პენსიებს რო აკავებენ. 5 ლარი აიკრიფა დენი არა გვაქვს. ხელფასებს აკავებენ დენი არა გვაქვს. პენსიებს აკავებენ დენი არა გვაქვს. სად მიდის ეს ფული? იძახიან შემოსავალი არ შემოდის, ფული არ შემოდის. თუ არ შემოდის, სად მიდის მაშინ ეს ფული? ხო უნდა გაგვცენ მაგაზე პასუხი არა? ჩამოიარეს ისაო და რას ნახევი მე რა რომ სახელმწიფო მეთაური მოატყუნა 12 ისაო სოფლიოში სახელმწიფო მეთაური ედუარდ შევანაძე მოატყუნა თვითონ იგივე გამოაცხადა 12 სოფელია ჩართული სად არის ძალიან რომელი 12 სოფელია ჩართული ეგ არის საერთოდ სოფელი არ 5 კაცი ცხოვრობს კუნძულში და 5 კილომეტრიანი ხაზი 5 კილომეტრიანი არხი აი ამ ხალხის ძალით გაკეთდა ფიზიკურად ხელით დაგვირდნენ რომ ესე იგი ზამგესიდან გვექნებოდა პირველი მომხმარებელი იქნებოდა სოფელი კეხიჯვარი. ყველა სოფელი თითქმის პატარ-პატარა სოფლები 3 კომლიანი და 2 კომლიანი განათებული ალბათ ამით ითვლიან იმ 12 სოფელსა და კეხიჯვარი არის გათიშული საერთოდ. ყურადღება არაფერი არ არის, არც აქ პირდებიან, არც გვეუბნებიან რომ გექნებათო და ესე იგი არ ვიცით, აი უკიდურეს ზომას მიმართეს ხალხმა და გადაკეტეს გზაი და ითხოვენ ახლა რომ ჩაირთოს ან ზამგესი, ან ქარელიდან მოგვეწოდოს ელექტროენერგია. ერთი სიტყვით ელექტროენერგია მოვეწოდოს სოფელს. აი ამის გულისთვის არის ეს ხალხი შეკრებილი და ალბათ როდემდე გაგრძელდება ესა არავინ არ იცის.
ბავშვები ხუნოვე შუქი არიქა შუქი მოვიდო. ბავშვები დეხო. ჯერა გადავყევი ზამგესის არხსა, რამის კუბორსი ჩავარდი ეგრე. ძლივ გამამათრიეს ტრაქტორითა. კაპიკი იქიდან არ მიმიღია არაფერი. პენსია დაკავებულია, 5 ლარი აკრეფილია, არაფერი არ გამოვიდა. მერია და პირდებიან ეხლა გზაზე რო აირბეს ის ნიკოი არა, ტუჩები დამებერა შტვენითა. გააჩერე არ აჩერებს, სულ აღარ მოდის. შეხედა მოვხედავ გავარდება წავა. 100 ფული მიმიღია იქიდან არაფერი, ვირი ვიყა, შუქიც აღარ არის, დამავიწყდა და ყველაფერი ისა. მამაჩემი აღარ არის და აღარც ველოდები, თქვა რომ აღარ არის. არ იქნება და ეგა. პაპიაშვილი. ზამგესის დირექტორი. ზამგესის დირექტორი. სიები გვაქვს ანაზღაურება, მოგცენ რაც მიმუშავს. სწორია. თავზე მაგეთ მოდოი წაათ 45 დაბატონია 30 და 11 შევიგე დავიგე. ათო როგორც იყო ნათქვამი და დაპირებები, მაგის კეთილები მოუთხარ მაგის. ეხლა სწორი აკრონომი, გაიგეთ აფერისტულად და მოდის და გთაფლის. აფერისტია გასი. აფერისტი კი აფერისტი ვებულობდა ხოლმე მანდედანა ეხლა. ჩვენ თვითონ არ ვარგიო მაგას უნდა მოუწოდოთ დედის პროცესს გაუშვათ ის ავაგვენოთ აქედან. დამთავრდა ვა სპეციალისტი. აი დავაყენოთ გივი. მე ეკონომისტი არ ვარ, მაგრამ ჩათალახი წავიდა და მეორე დღეს ვაფშე სინადრესულად არის. всё, ხო იყო იმ საღამოთი. ის საღამოთი. აი ხა გვაკვირებენ ზუსტად ეგენიც, აი. სანა გიჟი ხო? გამარჯვება დაგბიყო. არ ტელევიზორი არ უყურო, არაფერი არ არის. რადიო არ არის. არაფერი. ბავშვის ტვინი რო გავითარდე, ცოტათი მაინცა, ხო? ბიბლიოთეკები ხო არის, რა? გამოიტანო ტიგრი რო წაიკითხო საღამოთი, იმის დრო არ არის, მაგალითად რომ შუქი არ არის ერთი. დაადებილეს მთელი ისა და ამათაც მეტი რა უნდა. უბირი არ უყურებია ბავშვს და არაფერი. ეფილები გამოვიდა ვიღაც ერთეული დარჩეს თავრობაი, ეგ უნდა ზუსტად მეტი არ. დააგეს სკოლა. გააკეთე რამე იმერე. აი გახდება 2 საათი გარეთ ახარ მიხარ სახში ვერ ახედან საჭმელი შეჭა მოგოც. ვინამ დღიარი მაშინა ვჭან საჭმელს. მე სახში რო შევდივარ, ვეღარ ავჭ. ამ გვიან მომივა რაღაცა იბი. ერთი ეს არის საინტერესო ხლა ლარნახევარს რო იკავებენ პენსიებს, ხო, ლარნახევარს. მანდა ხო იყო მოლაპარაკება რომ ჩამოვივლითო მე რომ და ამ ლარნახევრის გარდა რაც დაიწერებო იმასო გადაიხდითო და რაც შესაო რა. ან ვინა ყოფილა. ან სად მიდის ეს ფული, ამდენი ფული კაცო. ამდენი 500 პენსიონერია კინაღამა სოფელში მაგრამ. სად მიდის ეს ფული კაცო? ვინ არის პატრონი? 500 პენსიონერი არის. სამსახურები კიდე. ვინ არის პატრონი კაცო? ეგრე როგორ შეიძლება? ყურადღება არ უნდა მოაქციონ სოფელს არა. ჯიბში, იმიტომ ეს გენერატორი გაიყიდა, არ იყო იმის გეგმასა ჯიბისაი და აიდან ეგ მოდი აქაო მე განახობო, რას მანახობებ? მე ვიყვანა გაღოდი ამდენა ხოვლა კატუშკაი, მავთული, ახოვლი 100 მეტრად. მე უთხარ ეგ დაჯდა მეთქი 400 ლარი მეთქი და მე ძვირი ღირსო, გაიგე. ბაღში იქ მუშაობს, კაი 1 გექტარი ბაღი მიიზომა გვერდზე. ზანგესის გვერდზე და იქ თოხრის, ჭირში ყოფნა, გაიგე. იმიტომ გააკეთე, გაარემონტეს რომ იმ დრო ატარონ და იმიტომა. მეტი არაფერი იქ არ გაკეთებულა იმის. ერთი რომ დრო ატარონ იქა საქეიფო ადგილები მოამზადეს თავისთვინა კაბინეტი გაიკეთეს ხდარან და არიან დამთავრდა. კაბინეტზე გაიგე საქონელი ბევრი ყავა. რა კარგი რა. რა მოიდახალ მე ვიტყვი მაგის დედაცოვად. ვინ ჩემ ფეხებია მაგის? იწერავს მადრიდი. ხო. აი რა გვარი არის გასულ? პაპიაშვილი ნიკო გავანთავისუფლოთ. მით უმეტეს რომ ასე იგი არაწესრიგში არის ყველაფერი. აფერისტულად გველაპარაკება გვატყვილებს ხარს და დავაყენოთ დავნიშნოთ შვედაძე ნუგზარი. სოფლის თავკაცი. რო კეხიჯვარზე შესკივა გული მაგას ხალხს ნუგზარი შვედაძეს თავას.
არა ჯობია რა სიტყვით ხალხო მოხსნათ ის კაცი და მოხსნათ გამათავისუფლო 100%-იანი ნუგზარ ხედავთ იქნება დღეიდან სად გორი და სად კეხიჯო რა არის დავნიშნოთ გივი ტყილია გასულა ივი რომელ შეგიძლია რა არის პრეტენზიები რა არის და გავარკვევთ რა არის პრეტენზიები ჩვენი სავა პრეტენზიები რომ ყოველ დღე მოდიან და გვატყვილებო ხალი იქნება შუქი დღეს იქნება შუქი ხალი იქნება შუქი დღეს იქნება ვინდა გორის ხელმძღვანელობა და კიდევ ქარელის ერგიდან ქარელი არაფერს შუაში არ არის ქარელი გვატყვილდა ხო მუშაობა მოითხოვეს კეხიჯვრის და ესე იგი პირველი მუშახელი იყო კეხიჯვრი დღეში 80 გადადა და პირველი ხაზი იქნება კეხიჯვრისაო პირველი იქნება კეხიჯვრისაო ეხლა ადგილი ისინი კეხიჯვარი სულამოთიშეს აკაიკა 5 კომლიანი 20 კომლიანი ჩარტეს ერთობლი და თქვენზოი 12 სოფელია განათებული 12 სოფელი კი 12 კომლიანი განათებული მაგათგან მარტო მიაქვთ ფული ამოდელა პენსიები, ამოდელა ხელფასებს გვიკავებენ, აი მაგალითად ჩემ ოჯახიდან გადის სავლანახევარი თვეში. 1100 ლარი თვეში გადის სავლანახევარი და როცა ჩაგვირთეს მაგალითად ზამთრის რო ჩაერთო, მოვიდეთ დაწერეს ჩვენი სოჭიკი და იმ დღიდან ჩვენმა სოჭიკმა დაწერეს 70 კაპი, გადაახდილი მაქვს 18 ლარი. საწავი დაწერეს 70 კაპი. ხოდა ჩვენა გავხადეს გორელების მონები. და ჩვენ გადავწყვეტეთ რომ ესე იგი ან გადავიდეთ ქარელზე თლიანად. გორელ გამოვითიშოს ჩვენგან. წავიდეთ და რაც ვიმუშავეთ ეს ჩვენი რო აგვინას სამხას მოვითხოვ. იმ სამხას მოვითხოვ ჩვენ. ესე იგი სიები გაკეთებული ყველაფერი, ესე იგი გამოდელა თანხა გამოიყენეთ რომ შეჭამეს თუ რა ქნეს მე არ ვიცი. ესე უფასოდ გააკეთეს და ვიდე ახლა იქაო დანავარდო თავადნებაზე. იქ ფერმებს აშენებენ, იქ მეფუტკრეობას ეწევენ, იქ სამხერხავები დადგეს, იქ რაღაცები და მოდიან და საკეიფოდ გადიხარ და ზამკეთ. საკეიფოდ პაპიაშვილი სადაა კოორდინატა. აი მის ნახვაში ეს ხალხი არის სწორი, იმიტომ რომ ამას რო ამუშავეს იმ ხაზე, შეფიდნენ კიდევაც რომ სამი თვე უნდა გადაეხდიანებინათ საფასური, ხო სწორია? იმიტომ რომ კეხიჯვარი რანაირად მუშაობდა, როგორ მუშაობდა იმ ზამთრის გახსნაზე, იყო ესეთი ამბავი. ვინაიდან და რადგანაც არ ეწოდებოდა ესე იგი ზამთრისი ვერ ზალავდა და ის სიმძლავრე არ ქონდა, ხელშეკრულება ქონდა ქარელის ენერგო კომპანიასთან დადებული, რომ უნდა მიგვეწოდებინა ჩვენ კეხიჯვრისათვის, ახალსოფლისათვის და იმისთვის სამწერისი და თათანა დუბნისათვის. ჩვეულებრივ ვაწოდებდით ამ დენს, მაგრამ მე ხო დადგა ანგარიში სწორება ბოლო-ბოლო ხოლგება რა. ხო და როგორ დაუანგარიშეთ, რა ქონდათ პენსიონერები ჩამორიცხული იმ საკრებულოდან აგე დათოსთანაც ვიყავით ჩვენ. რა ქონდათ ბიუჯეტისა ჩამორიცხული და ამათ რო დაუანგარიშეთ და გადმოსარიცხი ენობრივ კომპანიაში ქონდათ 1377 ლარი. ეხლა ჩვენ უთხარით კაცო, ამ 1377 ლარს იხდით თუ არ იხდით? არა გვაქვს, ჩვენ ხალხში ფულს ვერ ავკრეფავთ ასე ეძახით და გივი კიდე ეძახს უკრეფავენ. ეს ზამთრის ხალხი გვეუბნები რომ ვერ ავკრეფავთ ფულს, კაცო, მე რაც იმისას მე დენსა რო რაც წაიღე ის დენსა ხო უნდა გადაიხადოთ არა? მე გვითხრეს რომ მაშინაო რაღაცნაირია ხელშეკრულება დავარღვიოთ. კი ბატონო მე ვთქვი დავარღვიოთ, თქვენა გაანებეთ ამ ახალსოფელსაც იმას კეხიჯვარს და ჩვენ მივაწოდებთ ეს. ენერგო კომპანია მიაწოდებდეს. მე ასე გვითხრეს, კი ბატონო ახალსოფელი სამწერის და თათანათობასო თქვენ მიაწოდეთ, მაგრამ კეხიჯვარსო ვიტოვებთ ჩვენთვისაო აგერ იქ იყო თქვენი გამგებელი. ოღონდ ჩვენ ორ დღეშიო სავაშენებთ და ჩვენ მივაწვით ზამთრის დენსო. იყო თუ არა დათვალე? თქვენ მოგვეცით ორი ერთი წუთი მოიცადე, ჯერ არ წელაპარაკო. დაგვეხმარეთ მანამ ხუსარეს მოусმინეთ რომ გაგიმართოთ კაცო. ეხლა ერთი რაც ენერგო კომპანიის ხელმძღვანელმა ბრძანა და თქვა გადავხსნითო კეხიჯვარსო ზამთრისი დაუნდა ისე ენერგო კომპანია მიეწოდებს. მეორე ჩართულია ხო? ზამთრისის ზე მიერთებული სოფლები რომელიც არის მიერთებული ზამთრისი დღეს საგადასახადო ინსპექცია ავადა ზამთრს დალუქავს თუ არ არის დალუქავს იმიტომ დალუქავს რომ
გაურკვევლობაა ძალიან როგორ არის გადახდა როგორ არის მან და როგორ ასაკეთებენ არ ვიცი. აი ახლა საგადასახადო ინსპექციის უფროსი მოვა თუ არა გაატარებენ და ზამთრს დალუქავენ და ბოლო-ბოლო ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს თუ აწვდის და ენერგიას მიაწვდის, ელექტროენერგიას მიაწვდოს და ნორმალურად მიაწვდოს. თუ არა და საერთოდ არ მჭირდება რაიონში ეგრეთი ისაგრეს. ბატონო თეგი, აქ არის არ იმუშავებს. პირობას გაძლევს უყველას. თუ არ გამოასწორა სიტუაცია, ჩათვალეთ რომ ზამთრში არ იმუშავებს. ეხლა უკვე გადართული ხარ კარანზე და როგორც გვეუბნებიან ენგურგესი 15-დან და დღეს უნდა დღეს 14-ია ხო? დღეიდან იყოს მე მგონი გამაგრებულდება ეხლა ენგურგეზე. ასეთი სიტუაცია თერ რეგიონში სიტუაცია თბილისში არ გეგონოთ რომ ანგორს კონდეს სინათლე და ან თბილისს კონდეს სინათლე. სამთეის დილას ერთი წუთი მისმინეთ ეხლა ერთი წუთი მისმინეთ. ნუ სამწერში შეიძლება არის ხოლმე ისეთი სიტუაცია რომ გაუშვებენ არის შეიძლება კეხიჯვარში იყოს და კეხიჯვარშიც გადავიდეს და იყოს თელი ღამე ხოლმე სინათლე. გამოსორდება სინათლე თვითონ იმ დღეს დეპუტატი შეხვდა მოусმინეთ ბიჭო მოусმინეთ. და თუ გაინტერესებთ გეტყვით. იყო აქტივისტებმა ბატონი თამაზი ხერლიძეც დაესწრო დეპუტატი რაიონისა რომელმაც თვითონ მთავრობიდან ჩამოიტანა ცნობა იმის შესახებ რომ უახლოეს 2-3 დღეში უნდა გამოსწორდეს ელექტროენერგია აქამდეც გამოსწორებული უნდა ყოფილიყო ზაფხულის პერიოდია მაგრამ იმის გულისთვის რომ ენგურგესი იყო რემონტში იმიტომ არის ასე ნუ არ ამუშავებს დაიწყო მუშაობა და მე მაგას გეუბნებით ზამთრის შესახებ რაც არის ეხლა ეს რაფორმა ეხლა ცოტა ის სხვანაირად არ გამიგოთ ხო ეს ხის მოჭრა და გზის გადაკეთვა ეს ცოტა ის არის არა საშუალება ერთია მომისმინეთ ერთი წუთით მისმინეთ დათო შენი სოფლის მოსახლეობაა ეს ეხლა არ ვიცი იმიტომ ერთი წუთი მოусმინეთ თუ დაუძახეთ ამ ხალხსა და შევხვდით ეხლა მისმინეთ აი რა არის ეხლა ხის მოჭრა ამ ხელახე წააქცეთ და გზა გადაკეთეთ ელემენტარულად თუ გზის გადაკეთვა საპირეპი თუ გაიყავო აუცილებელი იყო ხემოგეჭრა და ვინმე მომოვიდა და სამსახოთაა შიმშილი და დაივითა და ერთი აი ესე გავაკეთე მოიცა ახლა ეგ როგორ ველა ჯიმზე ლაპარაკო თუ არ გავაკეთე მაშინ გეუბნებით ერთ რაღაც როი ბატონეთის ბრალი კიდე ხომერე ბატონეთი მოისმინეთ რა იყო ჩვენ ასეთ ლაპარაკს ასეთ კბილსიტყვას ვისმენთ უკვე 5 თვე როგორ თქვენგან ისე ის ბატონიკოსგან გინა ელქსელის დირექტორი იყო მეტრევ თარაშვილისგან ასეთ კბილსიტყვას მაგრამ ერთი რა იცი აი და ელქსელებთან გითხარით ჩვენ მოვითხოვთ რას უმეთქოთ იცი ეს ჩვენი შრომა აგვინას ღაურონ რომელიც რომ მაგათ უნდა გეეკეთებინა თავანთაღა გადაეხადა შეჭამის შრომა აგვინას ღაურონ და სამგეს და გამოვითიშო და გადავიდეთ ქარელზე. კი ბატონო, დათო ჩვენ წამოხვალ ეხლა გორში 11 საათზე დღეს დადგმელია. იქ იქნება ჩვენ გადავიდეთ მომისმინეთ ერთი წუთი მისმინეთ. სანეტა გითხრათ ხო თქვენი გამგებელია. ხო არის თქვენი ხელმძღვანელი და თქვენი წარმომადგენელი სოფლის ხელმძღვანელი ხო არის? მოусმინეთ. და თუ გინდათ მომისმინეთ ერთ წუთი დაგელაპარაკოთ და გითხრათ. დათო წამოვა. დათო წამოვა გორში მანქანა ნახე 2-3 კაცი აი აქედან ვინც არის თქვენი ის ხალხი ვინც არის წარმომადგენელი სოფლისა წამოვიდნენ ისინიც 1 საათში ჩავალთ გორში ჩათვალეთ ამ ძამხესთან დაკავშირებით და ანაზღაურებასთან დაკავშირებით როგორც ბატონი დავითი სოფლის გამგებელი ისე თქვენი 2-3 წარმომადგენელი წამოვიდეს გორში პირადად მე ჩავალ და პირადად მე შეხვდები და გაირკვევა ყველაფერი საკითხი ეს რაფორმაა გადაგეს რა არის აქ ამოყვანაზე რა გინდათ 5 თვეა როგორც თქვენი საკითხი რომ ერთი წუთი ამაცადეთ მისმინეთ რა რაც ის არის კაცო ქარელზე ჩართული ხარ დენი მოაწყორე გრაფიკი გადაწყვეტი გავაბანავთ მომისმინეთ ერთი წუთი ეხლა გითხრათ ხალხო ერთი გავიგოთ რა მოდი მოდი და გვექნა გამოსაჭრელი აქ შეგვახსენე მოდა ქარელებობა ჩაი და 5 ლარი წაიღო კოლბების პული საკეთე წაიღო ორჯერ შევაგდო 2-3 კაცი ვინ არის დათო არჩი 2-3 კაცი ვისაც გინდა ბრიგადიარი ვარ ერთი წუთი დამალაპარაკეთ აგიხსნა თუ გაიგებოდი გაიგეთ ერთი მინუტი ისმინეთ ეხლა და ისე ვილაპარაკეთ თუ დავიწყოთ ეხლა იმას წამოვიდეს 2-3 კაცი 2-3 კაცი შეგაყოდრებთ და იმ წარმომადგენლებს და სამოგიყვანთ აქაც ის განმავლობაში არის რა ფორმაა
გახსენ პასუხი იმაზე რომ მოგვაქვს მოიცა რა არის კაცო სად არის ეს არ შეიძლება გახსენ ასეთ იზებოდნენ რომ გერმანული დანადგარია მაგრამ ფინალში გერმანული დანადგარი ხარკოვის დანადგარი გამოვიდა და აღარა მოხდა ნატალიკი არ ვარყავ ის არ ვარგიაო და მოდიოდა ხოლმე ჩვენთანა და მოყანდა ხოლმე საბჭოთა გამგებლებსა და ხოვდნენ რომ ხარკო წამოდით ავაშენოთ ის ზამთესი და გექნებათ ძირითადად აშენებულია გეხიჯურელების საერთოდ და ეს არ შეიძლება ჩასცეს იქა მომისმინეთ ახლა გაჩვენებია ბატონ შევარდაძესთან რომ 12 სოფელი არის განათებული 12 სოფელში არის განათებული სამკომლიანი და 5 კომლიანი სოფლები აქეთი არ არის ჩართული გეხიჯვარი სანებელი ვედრება პრობანი გაზანდა ეს არის სოფლები 5 ოჯახი რო ცხოვრობს აჭარლები მომისმინეთ იმ ისა ზამქესი რო მუშაობდა არც ერთ ჩვენგან წასულ მუშაკს სახარავია ჩვენ ვაკეთებდით იმიტომ რომ სოფელს გვინდოდა რომ ქონოდა სინამდვილე და უნდა ქონოდა ეს სინამდვილე როგორ უნდა ვთქვა ქარელი გვატყუებს მომისმინეთ ჯერ ქარელი გვატყუებს ზამქესი გვატყუებს მე და აღარ შეგვიძლია კონკრეტულად ეს მათთვის ვერ აგებულობ რატომ რაც არის ნორმალურად გავაკეთოთ ისე. როგორ არა, ვაკვირა მენასე, ვაკვირა ჩამოვიდეს აქა. აი თავი. არა, იპასე. 60 და ვაკვირას ახლა ვაკვირებელესი. ვაკვირები გეუნები. ბავშვები დასუკრაში რომ პაპა გეხალე მოკვირდა. რა დააბული, პატარა ბავშვი დააბული. შეწყვინა რა? რა მომალე ხიბას რა ისე? აბა. ამათიას იმები. რა ამოვიდეს თქვენი წარმომადგენელი შეგაკვირდა. ამათი ძალიტარი და ამათი იმიგი ეგრე ერთი წუთი კოპირულად ხდებით ყველას გაძლევთ პირობას მოთქვი ამ ფორმის არ არის ესა ფორმა გამიგეთ განგების მოადგილე ბატონოზე მარტივაშვილ და მოადგილე განგების არის გასული იქნება 1-2 საათში ეს არ არის ფორმა ხალხო აი არ არის ესა ფორმა ხალხო გაიგე არ არის ესა ფორმა რაზეც ლაპარაკობთ მოდი ეს გავაკეთოთ რაზეც გადაკეთეთ რამდენი ხანი ხალხო ჩამოვიდა გამდები და ყურადღება არ მიაქვს შემხვდით ვიღაცა გამოდით გეუნებით წაგიყვანთ ნორმალური სახე მივიძებდი გახსენით ეხლა არ არის ესა ფორმა რაც მინდა გააკეთოთ დავაი ეხლა გახსენით გეჯვარი ჩართულია თარეში მოვათვალა გეკრება გავარგეს კი ბატონო ასე გააკეთეთ წამომყევით ეხლა ვინ წამომყევით ორი კაცი წამომყევით ქალბატონებისგანაც ერთი-ორი ქალბატონი წამომყევით აი სუკოლა ნუკვირი ხარ სუკოლა რა არის ის კიდე იყურეთ მასა ეგ ნუკვირი ეკო ტახორი კაცი არ შეგიძლიათ გასაგებულები არიან გენაცვალებია გასაგებულები არიან შეიძლება დაწყებებული ვარ ყველაფერი უნდა რა იყვნენ ამჯობის პატრონები არიან ეს სუკოლა
ვიცით გიგინეთ რომ ძალათი გააკეთეს ხალხო გამიგეთ რომის რაც არის ნორმალურად პრინციპით ყველა შექმნით როგორც იქნება კარელი როდის შეწყვიტა გეუბნებით აი გავხდა მაგაფაროსები ჩავიდეთ იქან ვიღაცა არის მოიცა ეხლა ჩავიდეთ ზორში დავარკვიეთ არა გვაქვს დასასრულელი ფული არ აქვს ღარიბები ვარ უსმენე ჯერა და მე ტექნიკური მხარე როგორი იქნება ჩათვალეთ როგორც კარელს ექნება სინათლე და როგორც პასუხობთ აქ სინათლე გექნებათ ის გეუბნებით აღარ არის იმძამხეთ დაანებეთ თავი და წამომაყოლეთ წარმომადგენლები რომ წავიყვანო იმუშავეთ თუ რაც გააკეთეთ აი მაგაზე გავაკეთეთ არ გინდათ ეხლა გასაგებია წამოვლენ მაგრამ ერთიც გვინდა აღნიშნოთ აუცილებლად ორი სამი კაცი ქარელის რაიონში არ მოველოდი ასეთ შეხვედრას რაც ჩვენ დღეს დავინახეთ რაც ის უკულტურობა რაც გამოამჟღავნეს ზოგიერთმა პირებმა არ შემიძლია რომ არ აღნიშნოთ და არ შემიძლია რომ ქარელის რაიონის მოსახლეობამ არ გაიგო გადაგაცადოთ ეხლა თუ გინდა ძალიან რომ ესე გაიგოთ ეს არა გავიგეთ კანონის საწინააღმდეგოა ხალხო გამიგეთ ეს არ გამოცადეთ გითხრათ არ შეიძლება გითხრათ რატო გეცინეთ რატო მეცინებ ეს არ არის ფორმა იმისი პროტესტისა მაგრამ არც ის არის საათის განმავლობაში განმავლობაში 1 საათი
დღეს ვარიანტი ახლა მე კატენწუჩი არ არის არაფერი საშუალება ზურავ ნახე და უცხარ მიდი მეთქი და გააკეთე მურავ ხალხი და ხო მაინდამაც შეათარებული წამოდი და მურავ წამოიყვანოს და მე არ მურავ არაფერი არ მოგა ის თუ საკუთარი მურავზე რა გასაგებია მაგაზე რა ვამბობ ვიცი შენ მაგამ საქმესა სულება მოსეგი მაშინ ხარო ესა ვარ 4 კაცისა ეს მურავი და მე თენგი რაც არის გაკეთებული ისიც დასაშლელი ხელმოწერა გასაგებია ამიტომ ვუთხარ პრესანო კარაში მურავ მოიყვანეთ და გამოიყვანეთ ან ფულს გადაუხოთ ან დენის გაუკვითა კანაღაცას მოუნახავთ მოიყვანეთ რომ ყველს ეძახა როცა მოხდა ხალხის მოთხოვნა აქედან გურავ მოკლებული და გაიცემა დავანებოთ გურავსა და იმის პროგრამას შეიძლება უნდა სხვაის ვერ მიადგა ხო და მაგას ვეუბნები დილის 5 საათზე მოჭრეს ნერგი დააგდეს ტექნიკუმი ვარ შესასვლელი და თელი სოფელი იყო იქ. ბატონი თელი შევაწუხეთ, ბატონი ვაჟა შევაწუხეთ, იქ ამოვიდა თელი თანხა, აგვინაწყავრო და გადავიყვანეთ ქალები. მეტი არაფერი მოთხოვნა არა. ყველი კეთილჭარი და იქ სცენება იყო განაშენის სოფლებისა, რომლებსაც დღეს მიეწოდებათ ელექტრონიკა. და სოფელი გვეთაბრებით რომ ყოველთვის მაგას იძახით თქვენ გამგებელი. მე ვიყავი მაშინ გამგებელი, დავალება მოდიოდა გამგეობიდან და მოსულები პირნათლათა და მუშაობ კრუგონ შუქია გაიხედავენ ღამე ყველგან სინათლიანია ვინცაც წარმოდგენა რა ძამგეს სადარი კლუბურმა კაცმა არტიცის და გაზანტურებმა და იმერხები იმათ დღეს სინათლია ჩვენ ჩაგნელებულში ვხდევართ რაშია საქმე დღეს რუიშიც გაგზავნა გილგაგნიძე ხალხი რომ გამოეყვანა მისახმარებლად რამდენი კომლია ახლა ჩართული რუიშიც გაგზავნა ხალხი ეცოდა 450 360 კომლიანია კეხიჯვარის სოფელი რატო არ მიეწოდება სოფელ კეხიჯვარს გრაფიკი იყოს ის ნახევარი რამდენი პერსონალი იყო ახლა თქვენ თავში რამდენი ასლანიელი რამდენი კაცი მუშაობს აი თქვენი პერსონალი სპეციალისტი გავაკეთე აქ ჩვენ მოვიტყოთ თქვენ შუქიარგეთ თქვენ მოვიდეთ თანხას ნამუშევარს თქვენ ნიკოს ვიდეო დადიოდა გამგეობის რაიონის აგერე აი გადადი ის გაგარი ზიანქარი და აგერ ხელმანე რაიონში ვინ გაგიძახა ხელმანე შეუდგა გამგეობის თავმჯდომარე ვინ ნაზამუშავა თუნდაც გამგეობა ხალხო ბატონი ნიკო თინგა დავადადია ხელმანე შეუდგა ხელმანე შეუდგა სოფელი არის ძალიან აღალებული დილით იყო გზა გადაკეტილი შეგვიძლია სოფელი შეგვიძლია მივედი მე სამგებელი არ აბრძანდებოდა გასული იყო დავალებით იყო გასული და შემოტრიალდა რაიონში ისე და თუნდაც იქნება ეხლა ემწუთას ერთი მაქვს სოფელი შეგვიძლია ერთი რაღაც სოფელი იძახეს განათებულია ზევით ამხალის ყველა სოფელი მარტო კეხიჯვარი არ არის ეს ამბავი მეც ვიცი გადმოცემით ვიცი იმ პერიოდში არ ამუშაობდი და ერთ ვიტყვი კეხიჯვარმა იმუშავა ყველაზე ბევრი არხის გაწმინდაზე იქ რაც იყო ხაზების ყველაფერზე თანახმა იყო სოფელი რაღაც თანხა საკრეფილი ყოფილა რამოდენიმეჯერ აუკრებია თანხა ამ ზამთრისიდან რომ ელექტროენერგია მიწოდებოდა დღესაც არ მიეწოდებათ ელექტროენერგია მაგაზე აქტივისტება ჰქონდა წინას პარასკევს ბატონი გამგებელი გამოვიდა თემურსანდოზე და თქვა კეხიჯვარს უნდა მიეწოდოს და იმ სოფლებს ახალსოფელს ის რომელიც არ არის მაგრამ ახლა რა არის სოფელი არის ძალიან აღელებული სოფელი არ უჯერ აღარ უნდა ესე იგი ჩვენ დაპირებებთ და აღარ იძახია ის თანხა რაც ავკრიფეთ ხო იყო აკრიფილი თანხა ის ნიკო პაპიაშვილის წარმომადგენელი იყო ნამუშევარი მაგდა იმან ჩემთან არ ფერმუშავდა მე როგორ ვაკეთებ რაც მივატოდა კეთილი საკრებულო სუბლის საკრებულოდან და ახალსოფლის საკრებულოდან რა ხახებით შემოდის იგივე ამ და სოფელსა და სუბლსა ო თულა გასაგრე უჩეთ ერთმან მოუსმინდა ის გარო რო მოგეთ პროგრამები საგანძანები გამგესის ხელმძღვანელები აგადანები გამგეობის ხელმძღვანელები თელის მანძილზე გასული წლიდან როცა გამგესის შედეგობა დაიწყო ძირითადად გარკვეული სამუშაო შეასრულეს გარკვეულია ძირითადად რეგიონი ძირითადად სამუშაო არქის შედეგობა მარტო კეთილი არის იქ ახალსოფელის გამგესიდან გამომავალი ელექტროენერგია რომ კეთილგვარ საკე ხალხი უნდა აეშენებინა კეთილგვარს უნდა აეშენებინა დონი ხალხი ბატონია ბატონიკო ლეო ფუცელაძე მე მგონი აკავზანდება
გიერ. ნუ ამ მოლაპარაკების შემდეგ და ჩვენი გამგეობის პირადად თვითონ გამგებლის დავალებაც იყო ბატონი გამგებელი თვითონ ნომები უნდა მოგვეტანა აფნისის ტერიტორიიდან საერთოდ სულიკო დამეხმარებოდა მე ტექნიკით ტექნიკა უბრალოდ ჩემი უნდა ყოფილიყო სოფლისა ეს დამჭირდა კრანი დამჭირდა დიდი ტრაქტორი ის სტოლები ამომეტანა და ბატონ სულიკო შეგვიდა ბურს რომელიც მაგას ვიჟურობა არა ზეონპარი და ყოველთვის შეიძლება ის იყო რომ კედიკორმა დახან კარგად იმუშავა პირველი მომხმარებლები თქვენი ხელი პირველი სამომხდოდ შუაღამემდე ვიმუშაოთ რაღაცის ჩასვლაზე და მოდელის დაკვლასაც შეგვიდა და არ მინდა ის მოზვერიო მაგალითად არა ლაპარაკება მოდელი დაიგნება და მაგ ჩვენ დავყოთ ნეტარებო სამოები თელი რაიონი და სოფლები გარშემო ჩვენს გარშემო ბაღი კედიკორი იყო სამზელებული ეს მოდელება მეტყიდოს ბილისები ვარ თბილისში უფრო ოჯახი იყო და ვეღარავი არ აქვს მაგრამ რახან აქ აქვს საშუალება რომ სამგესიდან კონდეს ეს სიკეთები მეგული და ვერ მივიღეთ აი სოფელი მაგალითად აღება ჩვენ გუგლებს სუნომდისათვის რაღაცა პარი მოძერა რატო გამოგვიერთეთ ხარელიდანა თებერვლის შემდეგ გადასახდელი იყო აგერ ბატონი გოინიაქარის ბატონი გივიაქარის შედარების აქტები გავაკეთეთ ჩვენ და დავალიანება შეადგინა 1377 ლარი. მე ბატონი ვაჟ და ბატონ გიას უთხარი თუ ამ თანხას არ ჩაგვიწყავთ ენერგო კომპანიას ჩვენ იძულებული ვიქნებით რომ გაგითიშავთ. მე ბატონმა როინმა გითხრა რომ 2 დღე უნდა გვაცალო რომ ეს გადამყვანი ხაზი გავაკეთოთ და მე ჩვენ მივაწოდებთ კეხიჯვარს. ეს ლაპარაკი მოხდა 27 რიცხვს და ჩვენ გავთიშეთ 11 რიცხვი 2 დღე კი არა 2 კვირა დავაცალეთ და დღესაც ალბათ იმის გულზე რომ არის ის ხალხი ფურს დღესაც აქვს ჩვენი ვალი გადასახლები აი დღეის შემდეგ როგორ მოხდება თუ კი ჩვენზე იქნებით უკვე ჩვენი კონტროლერი ივლის და ჩვენთან შემოვა ეს თანხა მაშინ ბატონო არაფერი საწინააღმდეგო ჩვენ არაფერი არ გვაქვს და ჩვენ რა გაქვთ მითხარი ალბათ რომ მომის მაგასაც მოგახსენებთ აი მაგალითად ჩვენ მოვაც მივაწოდეთ ტელეფონები აკა მოხდება შეიძლება ეს ნიშნავს რამდენი ელექტროენერგია წავიდა მაშინ როდესაც რომ ელექტრის საფრთხილოს და სულის საფრთხილოს და ახალ საფრთხილოს და რაც შემოვიდა პენსიონერების ბიუჯეტზე მომუშავე ხალხის და რაც შეჯამდა მიწოდებული ენერგიების გამო დაკაცებულ მოდიოდა ის ენერგია ვის მოთხოვ ის ენერგია ვის მოთხოვ ჩვენ მამაკაცები რით მუშაობთ დაღლი დაკაცებულები რომ ჩამისავი არ ხონდა რომ ჩამოვიდა არ არის მივაყოლეთ უკვე ინცვისის ვიდეს 4 წუთი უნდა განაჩენ დღეებს ეს დღე ხედავთ 11-მდე ვინდა 9-12-მდე როგორ გეკავეთი არ ელა ყველაფერს რაკანეშეთი სადავო გახდა არა და მოთხოვებული დარჩა ხალხი მოთხოვებული დარჩა როგორ შეპირება იყო ასე რომ ქარელის რაიონსაც კი დააკმაყოფილებსო ზანგესი მე ბავშვი ვიყავ 47 წელში რო გაკეთა ეგ ისა და მართლა ქარელის რაიონს აკმაყოფილებდა დავიჯერო რომ ეხლა 5-6 სოფელია ჩართული და აღარ უნდა იყოს ეგა ისიც იყო შეპირებული პატივცემული იყო რომ ისა გერმანიის დანადგარიო ესა უკასო რაიონს კი არა შეიძლება სასაფლაოთო მაგრამ გამოჩნდა ისა ხარკოვის დანადგარი ახლა ისახი ხრაპავი კი არ ვარგია ის არ ვარგია კი ბატონო ჩვენ ეხლა არ გვინდა ის ქარელის ისა შუქი არ გვინდა არ გვინდა ის შუქი ქარელისა დაგვაკმაყოფილოს კაცო ბატონმა ნიკომა დაგვაკმაყოფილოს კაცო ნუ ვიქნებით ქარელზე როგორ დაგაკმაყოფილოს ელექტროენერგია ხო რაღაცა პრობლემა მე არ აქვს მაშინ არ არის მაგას მნიშვნელობა და მე მგონი რაიონი ძაფესთან მიიღებ თუ იმას ჩვენ არ მიიღებთ ელექტროენერგიას და გეუბნებით ერთ გეუბნებით ხო იყო პრობლემები და ვერ თქვენმა მეუღლეებმა და ახალგაზრდობა იყო გერმანსოფელმა იმუშავა და გააკეთა ხო ის ხო რაღაცა პრობლემები შეიქმნა და ვერ მოვიდა დღემდე კეხიჯვარში ძამღესიდან ელექტროენერგია ხო აი დღეს აქ არის
ბატონი რომი და ბატონი გიას თვითონ მოგახსენებენ შეკითხვა დავუშვით ერთი რამდენი დღე დასჭირდება მაქსიმალურად ერთი წუთი გითხრა დამაცარეთ ეხლა მასი არ არის ასე გათვლილებენ შეიძლება გათვლილებენ და როგორ მასაჟები ეხლა ბატონ რომის არ შეგვიძლია ხართ მე მგონი 1-5 თვია უთხებერას ერთად მიდახე არაფრინარია ერთი წუთი ეხლა მოვისმინოთ აგერ არის თვითონ ხელმძღვანელი და თქვენ თუ გნებავთ როგორც გნებავთ ისე გადაწყვეტეთ ვიცით ის სოფლის სასიკეთო რომელიც უკეთესი იქნება რომელიც უკეთესი იქნება თორე ზამთარზე გაფიშვა და ქალაქზე გადმოსვლა ეგ არის ერთი დღისაკი არც ერთი დღისაკი ერთი საათის ერთი წუთი ხალხო მოისმინეთ რომ რა არის დარჩენილი გითხრათ ამ კაცს იქნება ორი დღის სამუშაოა დარჩენილი ზამთარზე და უნდა მიიღოთ ელექტროენერგია მასი არ არის მოიცადეთ აგერ არის ხელმძღვანელი მათგანები აგ არის ბატონის სულიკო ისინი შეერთდა გადაცემული თქვენ მიეკითხები და გაცეს მასო გრაბე ხაში იქნება ჩვენ გარავ თქვენ მიეკითხები თქვენ გაცეს მასო რაგან მიუვლებ რა გაბეზებული და ჩანგესიდან და როდის იქნება რა გახსნა აი მითხრა და მოიკითხა ან როგორი სიგაძლე მოსახლეობის აზრი რა გაჩნდა მაგალითად ზამგეს სახელი რა თანხა ამას გაგიფასუხებდა იმიტომ რომ არ არის საპარლამენტო შენი კარგადაჭდა რამდენი დამიჯდა მე ჩემი საერთოდ შენ არ არის მაშინ მეორე შეკითხვა როგორ ხეითა დაიხეიდე ის განგაიშება ხო ამდენს უნდა ყოფოდა იქიდან ენერგია ამდენ კომს უნდა ყოფოდა მაგის განგაიშება რა ამდენს რატომ მოხდება თუ მალა ერთ სოფელს ყოფოდა ისური რატომ არ ამხალა კითხე გატო გიპასუხო დიახ მოიწვიდე რომ გიპასუხო გიპასუხებ მაგას რომ განგარიშებაც გაკეთდა რათა როგორც იყო გათვლილი ზამგესი როდესაც აგერად ეს ხალხშეთული კაცი გვეუბნება და გვიყვება რომ თელ ქარელის რაიონს აკმაყოფილებდაო 47 წელში ქარელის რაიონში ალბათ 10 ჯერ ნაკლები მოსახლეობა ცხოვრობდა ვიდრე მთელ ეხლა დაუშვათ დღეს ერთ კეხიჯვარში რა რაოდენობასაც ზამგესი 47 წელში თავის გაშვების დროს იმუშავებდა ეს იყო 380 კილოვატი 380 კილოვატის გამომუშავება ქონდა ზამგეს. დღეს ზამგეს აქვს 560 კილოვატი. 560 კილო ერთი წუთით მომისმინეთ თუ გაინტერესებთ გეტყვით ბოლომის ყველაფერს და შემდეგში შეგიძლიათ ერთად კიდევ შეგეთქვით. 480 კომლი ღებულობს დღეს მოსახლეობა, 480 ოჯახი ღებულობს ზამგესიდან დღეს დელს. სად არის? არ არის მოყოფილი. ბატონო? არ არის მოყოფილი. რა მოყოფილს რასაკურით მაგალითად? აი რა როგორ გავიგო თქვენი შეკითხვა? რა არ არის მოყოფილი? რა არ არის? 4 ოჯახი. არა, ბატონო? პრობაში 4 ოჯახი არა, ხობესანში 4 ოჯახი. რა შეიძლება ოჯახი? რომელსაც სახელი აქვს და სოფელი ქვია, გინდა ერთი კომლი ცხოვრობს და გინდა 100 კომლი სახელი და სოფელი ცხოვრობს. 480 აბონენტია ჩართული. შეთვის სულერგია მე უსულვანო და პრობასა. კი, არა, სულერგია ნამდვილად. შეთვის არ არის ფერორი მუშაობა. შენთვის არ არის სულერგია. შენთვის სულერგია. თუ შენ ახლა გამიდა შენ არ შენ გამკაცი. ნება იბოთე ხახა აგერსიები გვაქვს. ნება იბოთე მაგალითად გეუბნები. მომიტანეთ სია. რომ რამდენი ჩვენს აქვს ექსიები, მოგზავნით, შევადაროთ, ვის რამდენი ნამუშევარი აქვს დღეს, რომელიც იყო საერთოდ ეს მუშაობა იყო გაკეთებული და ჩატარებული არა ჩემი სურვილით და ჩემი მოთხოვნით, ეს იყო გამგეობის გადაწყვეტილებით ერთი წუთით ფენომენალური ერთი წუთი ერთი წუთი ჩვენ ვიმუშავებთ იმალაპარაკებ დავამთავრებინეთ გითხრა დავამთავრებ ოდი ნუ შევასწორებით ერთმანეთს რა დავამთავრებინეთ მოიდანეთ სიები რამდენი კაცი მუშაობდით რამდენი კაცი რას ვიყავით შეპირებული
მართლაც მივაყოლებთ მოდელს დანარჩენს თუ სამასხარაოდ ის სიებიც მოვაყოლებ თუ არა და ჩვენ დაგახვედრებთ იმ სიებსაც აი ამ 5 თვის განმავლობაში ვისაკო გაქვთ რამდენი გაქვთ გადახდილი იქნება ქვითრებით გამოყოლოთ რომ იქნება ვინმე გატყუებს და ვიღაცა რაღაცას მართლა იპარავს და იზიბავს და რაღაცა შვება აი ბოლო 5 თვის განმავლობაში გელაპარაკებით მე რაც ჩაირთო იჩარი თუ გააფორმე და წვირი უნდა ყოფილიყო, აგერ ადგილს ბატონი და ილაპარაკოს. აი ეს ელექტროენერგია. იქ უარი მოსმოდა გადახდის 10 ლარი არა დატყუა. კი ბატონო. ამ უარი ლაპარაკობს დამკერზე მაგრამ ციფრები. კი, ყველაფერი მეთქი მომძაც ჩვენ ჩაგვერთოს ეხლა კერგიჯვარს პირად და ისინი გაიწვიო და ჩვენ ჩაგვერთო და ჩვენ აკვდით და ისინი იყვნენ გატიჩული ხო შეიძლება მაგრამ ეხლა გამარკვიეთ თქვენ კესა ზამგესის ბენი გინდათ თუ არ გინდათ ყოფილა ბურგის როგორც მოვიყვანე და ისტორბები ჩავშკი იმ ბურგსაც ჩემ თავზე ვიღებ თუ გინდა თავზე არაფერს არ გახოთ ბატონის შვილი გვაქარი იმ ბურგსა და 8 სტოლბა ჩასასმენ თუ 10 სტოლბა იმასაც მე ჩავშავ მაგრამ თქვენი პირობა ბატონო როინ აი ეს როდის დამთავრდება იმ ხაზის გაჩება და დამოტანში ესა რა განმიგიდგებ და როგორ იქნება კარგად ხედავთ იმ დღეს კარგად ხედავთ არგია თუ შუდი გელიფტიდება რა სარგიჩევნიათ ისდენი გაწ რა სარგიჩევნია ხო მე ჩას გასალია როგორი ერთი მოდი დავისმინოთ რა ძალიან რა სულ 5 წუთი ვილაპარაკებთ თუ ვინმე შეგონია რომ ვარ გაინტერესებთ გავჩერდებით ძალიან კარგად იცით არავის არ ეჯერა ჯერ კიდევ შენ ზამგესი რო გაკეთებთ მაგრამ გაკეთებთ არც არავის არ ეჯერა თქვა ერთი თვის წინ კიდევ რომ კეხიჯვარის მიიღებდა იმიტომ ზოგი ამბობს რომ არ ეყოფა ზოგი ამბობს რომ ეყოფა მე გეუბნებით დღეს არის ჩართული იმ ზამგესზე 450-460 კომლი კეხიჯვარში არის 300 კომლი რატო არ უნდა იყოს უფრო მეტს გეტყვით თუ ნორმალურად იმუშავებს ხალხი ნახევარ მეგავატიანი სადგურია 1000 კომლის მიერთება შეიძლება თუ პლიტას არ ჩართავთ იქნება თქვენ და ჩვენ დავიწყეთ რომ ჩვენ თვითონ დაინტერესებული ვართ რომ კეხიჯვარსაც მივაწვდოთ და შეიძლება ახალსუბეთ იმიტომ ვარ დაინტერესებული რომ რადასამალია ხალხ ფულს არავინ არ ეკეთებს ვისაც 24 საათია იქიდანაც არ არის ამოღება წერა თქვენ ბრძანეთ რომ ჩვენ შუქი არ გქონია და არავის თქვენი შუქი არ გქონია არ არის სწორი იმიტომ რომ ქარელიდან რომ თქვენ დეზილებდით ასე თუ ისე გრაფიკი თუ გრაფიკო თუ ღამე თუ დღე იმპულს მევიხდით და გეტყვით ციფრებს ზუსტად გაანალიზეთ 8700 ლარი დაწერა თებერვლიდან დღემდე 7400 გადახდება 1300 ვარ თქვენ მაგმეინეთ რა ბოლომდე მეგეთქვით თქვენ რომ ამბობთ რომ არაფერს არ ხარჯავთ არ არის ეგრე ყველა ხარჯავს შეიძლება უდროოდ გვაწოდებდნენ ღამის 2 საათზე 3 საათზე ის მრიცხველი მაინც წერდა მაგრამ ფაქტიურად ანახარჯი არის და მე ვალდებული ვარ კომპანიას გადავხარ რატო მოხდა დღევანდელი ესეთი გართულება იმიტომ რომ მე ერთი კვირის წინ უთხარი რომ ხელშეკრულებას თქვენ გიუქმნით იმიტომ რომ თქვენი სოფლიდან მეწერა რომ ნახე პარათები
არც ერთ კაცს აქვს არა 5 კაცს 85 ლარია თუ შემოსული 5 თვეში. ფული აკრეფილი ფული, დანარჩენი კაპიკი არ არის. როცა გადასახდელი იყო 8000-დან. აკმეინდა, ბოლომდე აკმეინდა. პენსიონერებს ამბობ, ხო კი ბატონო. ის პენსიონერებიც გადახდილი გვაქვს ჩათული და გარჩევთან შემოდის ფული არ წევს. მაგრამ მაინც არ ყოფს. მე გეტყვით ასეთ რამეს, ჩვენი მიზანი ასეა. აკმეინდა და მე უანგარიშოს ამბავია, ჩვენ ვიცით ანგარიში. ლარიდან 50 წელი ხომარი 5 თვეში. აბა ანგარიშო, რამდენი ზუსტად ტექნიკაში და 5 თვეზე გადავამარხო და სადაც ლარი გამოდის. 7400 ლარი არის გადახდილი. აი პენსიონერებით და ბიუჯეტით და იმით და თქვენი გადახდილია, ჩემი გადახდილი არა. თქვენი გადახდილი. პასუხისგებელი მე ვარ. გამიგეთ? პასუხისგებელი მე ვარ. მე იმიტომ გავუყმე ხელშეკრულება მაგათო რომ მე ვერ უყდი, იმიტომ რომ ბაბაკია და შარშან ძალიან დიდი თანხები ჩავდებ ჩვენ გესზე. იმედი მქონდა რომ შემოსავალი იქნებოდა რაღაც მოგება პირიქით. წინასწრიაში გადავიხადეთ იმ ხალხის 7 თვის ხელფასი. ალბათ იცით ეგეც. ერთი თვის მქონდა დადოს და ლაპარაკი ხალის აშენებაზე. კი ბატონო, გითხარი, არა აქ ეხლა ამ ორგანიზაციაში საშუალო ფული არ იყო, არც ეხლა არ არის. მაგრამ ჩვენ სადები ვიშოთ, ყველას ფული პოზიცია იყო სადები, 3000 ლარი ღირს სადები. მოვიტანეთ დავდეთ მაგრამ. ყველაზე ფული პოზიცია იყო 2 წელი პერიოდი კანჯის გაკეთება, რკინისაძების და პერეხოთი მდინარეზე. ეგეც გავაკეთე. და ეხლა უბრალოდ პარცულიკოს ბურღი არ მინდოდა, გორში ბურღი გაფუჭებული არ არის. და მაგიტომ გაჭირდა ეს დასაგებია მაგრამ ნუ რას უკაცარ მე დაინტერესებული ვარ რომ კეხის ვარს მივაწვო იმიტომ ვარ რომ ზღუდელი გამორთო ფულს არ მიხდის მაგრამ სწორად აიგეთ ერთი რამე მოგაწოდეთ აი გეუბნებით მაგ სადგურ შეუძლია 1000 კომის მისცემდენი სულ ოღონდ უნდა იყოს 9 კილოვატის მოხმარება 9 კილოვატი არის მომისმიერ რა არის 9 კილოვატი არის ტელევიზორი მაცივარი უთო და განათება. მაგის გარანტია ამიტომ გეტყვით მეორე ვარიანტი. მე გეტყვით ასეთ რამეს. კი ბატონო, ჩვენ მაღაზიას წავალ. იქ პლიტა ჩარდეთ, იქ კაფორი ჩარდეთ. მაგრამ რასაც დახარჯავთ გადაიღეთ. ამიტომ კომისმინად აი ეს ძამგესის მოხმარება გაიყოფა 3 ნაწილად. ერთი იქნება ზღუდრის მხარე, მეორე იქნება სანებელი ვედრება და მესამე იქნება კეხიჯვარი. უკვე გამოდის 300 კომილი. რაც კეხიჯვარშია დაახლოებით 300 კომილი, ასეთივე 300 კომილი იქნება სანებელი, ვედრება და ქობესანი და ასეთივე იქნება ზღუდერი და ყიტვისი. აი მაშინ ჩვენ გვექნება გრაფიკი. თუ ყველაფერს ჩართავთ, იქ პლიტასაც ჩართავთ, კამპორსაც ჩართავთ, 300 კომს მაინც გაუძლებს. და გეტყვით. დღეში არის 24 საათი. 3-ზე რო გაყოთ, 8 საათი გარანტირებული გექნება. მე შემიმუშავებ იმას საღამოს საათებში რომელ კვირას ვის მისცემ და დილის საათებში ვის მისცემ რომ იქ ზოგმა კასადრას უყუროს და ზოგმა მაფატია და ყველი ამოიყვანოს ზოგას უმრებას ეგ შესაძლებელია მაგრამ ერთი რამე გაიგეთ აი ესეთი ლაპარაკი როგორი დღეს არის ჩვენ არ გვინდა სამგესი კი ბატონო რა პრობლემაა ჩემთვის ეგ არაფერი პრობლემა არ არის იმ ხას ჩვენ მე მაინც ავაშენებ იმიტომ ავაშენებ იმას რომ დამჭირდეს თქვა ქარელიდან ძამის მიტება მეტმა კარგად გონგოს და ძამბე შეიძლება ავარია მოხდეს თქვენ არის რა ხარჯები ჭირდება ეგ უკვე 5 ჯერ გავწვიდეთ ის სახე და ძალიან სერიოზული სამუშაოები ჩავდა გასაგებია მაგრამ ერთი პირი უნდა იყოს უნდა ვთქვათ რომ გვექნება 8 საათი გადავიხადოთ ის 8 საათი ხო არ გეუბნებით რომ გადაიხადეთ 10 ლარი 5 ლარი სულ საკმარისია მაგრამ პრეტენზიას რო აყენებთ რომ აი არა გვაქვს 5 თვე შუქი 5 თვე არ გვაქვს მე დაწერილია 8700 ლარი იმ 5 თვეში მე რიცხველით სწორე გაიგეთ სოჭი და ხომ მოიწერეს მე ასეთი წინასწარი რომ კაიფრესა და მე დავაყენებ ბიუჯეტს სათავეში ეხლა კეხიჯვრის ხაზი ალბათ ჩაერთობა თუ ბურავოს მოხსებს სულ იყო რამოდენიმე დღეს ამბავია ჩაერთობა და დავაყენებ ერთ ბიუჯეტს გადაიხდით იმ ბიუჯეტით თლიანად სოფელი დამედგება გამგებელი მაგის გარანტა უფრო მეც გეტყვით არა აი თქვენ ვიგერია კიდე ვერ ვაყოთ დაიქნება გადაიხდება სოფელი 300 კომული იქნება ერთი ბიუჯეტი იქნება დაგმორი თავში პირიქით გეტყვით შეღავათ ემსახურებს თუ იქიდან კიდულობთ დაუშვათ ცოტა ზვირა კილოვატ-საათ 3 და 3 სამად თქვენ დაგიკრებთ ცოტა ექსპლოდაცია და ასობამობით დაიწყება ხო ხაშის მასზე უნდა გააკეთოს შეიძლება ასე ამას უნდა იმიტომ მე ვადაწყია ორსი მასშტაბი და დავაყენე მე გითხარი
საღამოს პიკში, როცა ყველას ტელევიზორი უძა, მოდი, ვიდა დამორთი და ტელევიზორი. მაშინ დროში გექნება, მეკითხე. ზეი გვექნება. ბატონოგია გადასახადი რიცხველი ორი შეიძლება ერთმა მხარემაც დაადოს ლუკი და მეორე მხარემაც დაადოს ლუკი. აგერ თქვენი გამგებელი, აგერ ჩვენი წარმომადგენელი დავყოლონგოთ, დავლუქოთ ორივე მხარე, რომ არავის ეჭვი არ შეეპაროს ბრიცხველის გახსნაში და რაღაცაში და გეუბნებით, თუ გარანტია დადგება გამგებელი, რომ სოფელში დაიხარჯება თუ არა აი ამდენი კილოვატი იმას გადაიხდის. კიდე გიმეორებს შეღავათებსაც გაგიკეთებ. გარანტია ხარ. ბატონო, არის. სულად ნუ გამიგებ. მე როგორ დაუდგება ამურას ოჯახსა, მოსესი არ ჩართავს იმას. ეხლა ვილაპარაკოთ სერიოზულად. ასაგები, აი მე ასე ვამბობ. მე გეტყვით მაშინ ასეთ პირობებს ამოწევს. თქვენი გადასახდელი თქვენ თუ გონიათ არც ისეთი ბევრი არ არის და გეტყვით რატო. თუ ვიმეორებ 5 თვის განმავლობაში 8700 დაიწერა სულა და 7400 მაინც თქვენ გადაიხარეთ ასე ვთქვა 1300 8000 ლარი 5 თვეში დაახლოებით არის 20 ლარი აბონენტი ხო დაახლოებით ესე თვეში გამოდის 5 ლარი დაზიართ 4 ლარი 1 და 3 გადახდილია ფაქტიურად ამიტომ არ არის დიდი პრობლემა მეთქი ჩვენ თუ დავდებთ ხელშეკრულებას რომ ყოველდღიურად თქვენ ჩაგეთოლებათ იმ პენსიონერების ამდენი და გადახდილა და რაღაც დარჩება ის იქნება გადაზარდები არ იქნება პრობლემა გამიჩნდა მათამეტყვის კაი ერთხელ დამესაკმა ისა მეორე მე არ მეტყვი მაგის პასუხსაც გასვით ის კაცი ვინც აკრიბავს იმ თანხებს ოფიციალურად ინიშნებს პროცესს ვეხებას გადა ბატონოგია მაშინ ეს ნატო ბატონოგია ანდორის მართლა არ ეკნება აღარ ჩატულება ბავშვიდან ვიცი ანდორის და რაღაც წელი ვიცი არც მე პარები ეჭვი მაგას მაგრამ მოდი აი ყველა ჩვენ გულებში და ჩვენ ოჯახებში ჩაგდეთ აი საერთო მრიცხველს რო ეძახის ის საერთო მრიცხველი რო დასეს ის არის უტყუარი ეს არის სოფლის დანახარჯი მაგრამ მე მოდი ესეთ მივილაპარაკე აი თქვენ მრიცხველებზე წერან რომ წეგანა ითქვა რომ ლარი 30-იც ვეთავს სამი შვილი მყავთ იმად გეფიცებით სულ ყველანაირად მე რო გადმოვედი ამ სისტემაში სამუშაოდ მე თვითონ დამაინტერესა ამდენი და მეუღლეს უთხარი როცა კი შუქი იქნება რა პლიტაც იხმარე უთოც იხმარე ტელევიზორის მაცი ყველაფერი 12 ლარი დავწვი სამსულიანი ოჯახი რა დღეში დავდე 12 ლარი გამიგე არა გითხრეთ ეხლა გითხრათ აი ყოველად დაუშვებელია ლარი და 30 გადაიხადოს პენსიონერმა და ერთი წლის განმავლობაში ლარი და 30-იც ვეძებს ეს არის ყოველად დაუშვებელი აქეთა გამომდინარე მე გეტყვით თქვენაგაც ის არის კი ბატონო მარტო რომელიც ნატურა უნთია ოჯახში და რიცხული არის მრიცხვაზე მაგრამ დანარჩენი პოსელია იქს ვარკა ისაების არის ეს არის მრიცხველის გარეშე და მოპარული დე ხო და იმიტომ გეუბნებათ ბატონიგია რომ საერთო მრიცხველი რო დადგება 160 წელი აკუმულატორი რომელიც გამოდის 220 ბოლოს აი 160 წელი თუ საკუმულატორები ზაბო ადგილი პრობლემი ზაბო არ აქვს იქ იმაში და თუ არ იტენება ეს აკუმულატორები ეს სისტემა აღარ ამუშავებს ჩვენთვის მაინც შეიძლება ქსელში მოხმარებაზე ეკავით ეს საქმე მოხმარება და საკუმულატორები არ ჩავთ ქსელში რომ იქ აღარ ისეთ სიმძლავრე ჩატარდება ჩვენ კიდე უშედეგ საფერმენტი და მაშინ გამო აი ესე რომ საერთო ვარიანტი შეიძლება
ერთი პრობლემის წინაშე დავდგებით. მე რატომღაც ასე მგონია. ბატონმა კი ამ რო თქვა, რომ ელექტროგამახურებელის ჩართვა შეიძლება და იხმარეთო გაიგულისხმა ხარხნული წესით დამზადებული ელექტროგამახურებელის ჩართვა. მაგრამ მე ამოღებული მაქვს მოსახლეობისგან შეგნებულად არ მინდა დავასახელო დღეს ის პიროვნებები 5 და 10 კილოვატიანი ელექტროგამახურებელი. და ესენი თუ ჩაირთობა, თუ ესეთი გამახურებლები ჩაირთობა, დამგესის ჩართვის შემთხვევაში მიიღებ უხარისხო ელექტროენერგია დაბალ შუქს. იცოდი, მე აღარ იყოს პრეტენზიები, რომ აი დაბალი შუქია და ისე და ესე. აი ამის შემდეგ რომ ჩაირთობა ელექტროენერგია დამგესის რომ ჩაირთვა ამის შემდეგ ამოღლით კიდევა. როცა ენა კომპლექტოვერი მუშია. ნახევარი გავიმარცხე ნახევარი მე რა არავისთან აღმოსეს დაუმატ და თქვენგან იყოს ეს დენი და უფრო დაბალი დაარბობაჭერი ხوارი მომისმინე მე თქვენთან ლაპარაკი არ მომსვლია მაგრამ ბევრი შეგვიძლია თქვენთან ლაპარაკს აი ხალხი რო გელაპარაკებოდა ბევრი დაპირებები გაკეთდა თქვენგან მე რომიტანში აი უბაში თქვენ დაწერეთ რუსთავი გრაფიკი მე არ დამიწერია თქვენთან მიწან მოულებულა მაშინ ერთმა გაიდან ხოდა მოყვეთ შემოვიდა ის არ ვიცი თქვენთან და თქო დაწერეთ რუსთავი გრაფიკი ამ პროცესში შემოგიწოდება ამ პროცესში ხო და მე ის არ გამოგწილებულა არც ერთი საყოფილებელი იქნებოდა თუ არა რა ვიცი ვერ გამოვხატა ნოვადან ხოდა იმიტომ რომ არ ვიცით რამდენად რეალურია ამათი დაპირება და მომავალი გვიჩვენებს ერთი თვის შემდეგ რა იქნება რა არის მათი ვარი გადაიღო ტელევიზორი გადაიღო ტელევიზორის ფუნქცია რა მაგრო გამოვიდა მე ახლა ისეთი ძება რასაკვირი არა რა ის ყველაფერი უნდა იყოს მაშინ ნორმალური არა მაგით არ არის გვაძლევს გელაპარაკი ის დაპირება უნდა დაინახო მაშინ არის ძალიან იგი დამგეობა დაგვიდა რომ მოხსენს საყრდენების დასანენებელი მანქანას განაჩენი სადენი და საყრდენი ჩვენ თვითონ გვაქვს და სამ დღეში ის ხაზი უნდა გავაკეთოთ პარასკევიდან უნდა მივეწოდოთ ძამის ენერგია ამ სოფელს ნუ გრაფიკით სადღაც 8 საათი დღეში Thank you.